პროტესტის მონაწილე მიხეილ ზაქარიაშვილი, მიხეილ მადლობა რომ მოხვედით ფორმულაში. თქვენი პროცესი ხვალ გაიბართება ტროტუარის საქმეზე, თუ არის ცნობილი, რომელი მოსამართლე განიხილავს თქვენ საქმეს და ასევე როგორია მოლოდინები. რადგან ვიცით რომ მაგალითად პროტესტის მონაწილეები ელენე ჟღარკავა, ანი ახმეტელი, მათი საქმეების განხილვა გადაიდო უკვე 2026 წელს გაიმართება მსჯელობა მათ საქმეებთან დაკავშირებით 1-9 იანვარს, მეორე 12 იანვარს. მოგესალმებით, მოსამართლე არის ზუეცეკვავა, ხო, ანის პროცესი რო გადაიდო ვიცი, იქ ვიყავი, ელენეს ალბათ ახალი არ ვიცი, ანის პროცესი გადაიდო, რომ გაიწელა, ელენეს პროცესი არ ვიცი რატომ გადაიდო. რთულია ამ წუთას, რადგან არც ერთი შედეგი არ არის დამდგარი, არ ვიცით რას აპირებენ, მე დამჭაშ დაბეჭდილება რომ აპირებენ რომ ეს ადამიანები გაუშვან პატიმრობაში, იმიტომ რომ მობილიზებულ პოლიციელები უკვე მოყვანილები იყვნენ იმისათვის რომ შემდეგ პატიმრობის მისჯის შემდეგ გადაიყვანათ იზოლატორებში. მგონია რომ ძირითად ნაწილს გაგუშვებენ საპატიმროში. არიან ხუთი ქალბატონები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში მაინც სიტუაცია ნიშნავს გამოიყენებენ. ზოგადად, მოსალოდნელი იყო ეს ხალხი პრინციპში უმეტესობა, ველოდით და მზად ვიყავით იმაზე, რაც ხდება მოკლედ. და ალბათ ეს არის ძირითადად 17 დეკემბრის საქმეები, რომლებიც ახლა ხანს 17 დეკემბერსვე მოხდა უქმებიდან ირკვევა, რომ 17 დეკემბერსვე ჩვენ შესახებ ქონათ ინფორმაცია და უკვე 18-ში შეეძლოთ რომ დაიწყოს სასამართლოები, დიდი ალბათობით გადადეს, იმიტომ ჩემი აზრით გადადეს, იმიტომ რომ დაგვანახონ, უბრალოდ გარეთ ვინც რჩება, იმათ დაანახონ, რომ იმდენად ცუდი ტიპები ვართ, რომ ახალ წელსაც კი გაგატარებინეთ რო რამე ციხეში, ამიტომ თქვენ ახლა ვინც გარეთ რჩებით და ტროტუარზე აპირებთ პროტესტის გაგრძელებას, მოდი ჯობია რომ სახლებში წახვიდეთ, იმიტომ რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელები. მე ასეთი დაბეჭდილება დამრჩა, უბრალოდ რადგან არ ვიცით არც ერთი სასამართლოს შედეგი, ზუსტად მაინც ვერაფერს ვერ ვიცით. რაღაცნაირად მათი მხრიდან თითქოს კარგი ნაბიჯია, რომ ახალი წლის ღამეს არ გაგატარებინებენ. არა, მე პირიქით ვამბობ. მე ვფიქრობ, რომ გაგვატარებინებენ, მათი მიზანი არის რომ ჩვენ მოგვისაჯონ, რამდენიმე ადამიანს მოგვისაჯონ, დანარჩენებს ვინც გარეთ არიან, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან, ასევე და უბრალოდ ისინი არ მოხდიან, იმათ უთხრას ხელისუფლებამ, რომ ამაზეც ვართ წამსვლელები, ამიტომ ნუ გამოხვალთ საერთოდ ტროტუარზეც ნუ დადგებით. გასაგებია. შიშისგან ახლა ჩვეულებრივი ამბავი არის, ყველა კანონი, რომელიც არის რეპრესიული, ამ კანონის ერთ-ერთი ამოცანა არის არაკანონის აღსრულება, არამედ ადამიანების შეშინება. ხელისუფლებას ამოცანა არის, რომ საერთოდ არ დაჭირდეს ამ კანონის ამოქმედება, უბრალოდ ადამიანებს შეეშინდეთ და თუ არ ეშინიათ, მე უწევს ამოქმედება. ხო, 15 დღიანი პატიმრობა არის გათვალისწინებული და ეს შიში რაც თქვენ საუბრობთ თქვენ, იმიტომ რომ მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც შეტანილი ქონა განცხადებები და ორგანიზატორი გამოდივარ ამ აქციების შესაბამისად, ისინი აპირებენ რომ 15 დღიანი უხმოვანო, მაგრამ მე ვაპირებ რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა თქვენს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელი გამოიყენოს მოსამართლეს. ცეკვავამ გამოიყენოს მკაცრი სანქცია ჩემ მიმართ. და საგულისხმოა ისიც რომ ამ საქმეებს განიხილავენ სანქცირებული მოსამართლეები, იქ მაგალითად ადვოკატებს მოყავდათ განცხადებები, მათ შორის ვთქვათ ჩანაწერი სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული, რომ ეს არ არის კანონიერი, რომ მათ შორის არ არის კონსტიტუციური, ჩვენ პირდაპირ გვიწერია ჩვენს ძირითად კანონში, რომ არ ჭირდება ნებართვის აღება, ვთქვათ, აქ ქართული ოცნების ძალოვანი უწყების მხრიდან და იქ დგომა არის კანონიერი. რას გეუბნება თქვენ ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს? სად უნდა დადგეთ? სად უნდა გამოხატოთ პროტესტი? თუ არა ტროტუარზე? კი ბატონო, საქმეც მაგაშია, რომ დღესაც პროცესებზე გამოჩნდა, რომ მაგმმართველობა თავითარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოგიკას, თუ შეიძლება ამ საერთოდ ლოგიკა უწოდოთ, რომ როდესაც განცხადება შეგაქვს, უნდა დაილოდო ნებართვას. კონსტიტუციის გარდა ზუსტად იმ კანონში, რომელიც დარღვევასაც გვედავებიან, ეს შეგვიძლია და მანიფესტაციის შესახებ კანონი, მაგ კანონის მეორე მუხლში, რაც კანონის არსი არის ზოგადად განმარტებული, რატომ შეიქმნა ეს არსი, პირდაპირ წერია, რომ ამ კანონის არსი არის, რომ ადამიანებს გამოხატონ პროტესტი წინასწარი ნებართვის გარეშე. პირდაპირ ეს წერია მაგ კანონში. რაც შეეხება, რას გვეუბნება ოცნება, კანონი ბევრი რაღაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს კანონი არის მომზადებელი, ერთ-ერთი არის ის, რომ ცოტა გაუგებარი არის ადამიანები გვედავებიან ჩვენ იმას, რომ იმდენად ბევრნი ვიყავით, რომ შევაფერხეთ მოძრაობა ტროტუარზე, მაგრამ მეორე მხრივ ჩაუხერგეთ იმ ადამიანებს გზა, ვინც იკადარჯოდებიან. გვაძლევს თუ მაგდენად ბევრი ვართ, მაგდენად ჭიდროთ ვართ განთავსებულები ტროტუარზე, იგივე კანონი, რომელიც დარღვევასაც გვედავებიან, ეს კანონი გვეუბნება, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ უფლება გვაქვს, რომ გადავიდეთ გზის სავალ ნაწილზე და გადავკვეთოთ საგზაო მოძრაობა, ავტომობილების მოძრაობა და აირჩიოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო რა ურჩევნია ჩვენ დავდგეთ ტროტუარზე, თუ დავდგეთ გზის სავალ ნაწილზე. ხო, მაგალითად ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს იმასაც, რომ წუხდებიან მოქალაქეები, რომ თქვენ იქ დგახართ, თუ შეგხვედრია თქვენ ერთი მოქალაქე მაინც იქ გამვლელი, ვისაც რაიმე ტიპის პრეტენზია ქონია თქვენი მიმართულებით, თქვენ თუ არა არც შემხვედრია და რომ შეხვედრა და ეს არ შუაში არ არის ამ კანონთან. ადამიანი მოქალაქე თუ წუხდება იმის გამო, რომ ჩვენ იქ დგავართ, ეს საერთოდ არ გვაძლევს ამ კანონის რომელიმე მუხლის შემადგენლობას. აქ აუცილებელი არის, რომ ხდებოდეს გადაკეტვა დაპყრობის შექმნა განზრახვა არის აუცილებელი. იმ შემთხვევაშიც კი თუ ობიექტურად
კონკრეტულად ვინმეს რაღაც პრობლემა შეექმნა გადაადგილებაზე, ესეც არ ნიშნავს, რომ ამ მხრივ შემადგენლობა გვაქვს. აუცილებელია, რომ ასე გვიწერა პირდაპირ მათ მიერვე შედგენილ ახლახან მიღებულ რეპრესიულ არაკონსტიტუციურ კანონშიც კი წერია, რომ აუცილებელი არის ადამიანის განზრახვა, რომ მან შეუქმნას საფრთხე. მე თუ დგავარ და მართლა ვიღაცას დაბკოლება შეუქმენი, ოღონდ არა განზრახ, ესეც კი არ გვაძლევს ამ კანონის შემადგენლობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული ამ შემთხვევაში დაადასტუროს არა ის, რომ მე ვიღაცას დაბკოლება შეუქმენი, არამედ ის, რომ ეს განზრახ გავაკეთე, რაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადასტურდება, იმიტომ რომ არ არსებობს. ეგ მაშინ უნდა მოიყვანონ მოწმეები, რომლებიც იტყვიან, მოქალაქეები, რომლებიც იტყვიან, რომ მე ვცდილობდი გავლას და ამ ადამიანმა განზრახ შემიქევნა დაბკოლება. ხო, ამ შემთხვევაში ისინი საუბრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე დაყრდნობით, ვინც იქ იდგნენ საპოლიციო ძალებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. იმ შემთხვევაშიც კი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, ეს რო იყოს სიმართლე, რომ ვიღაცას დისკომფორტი შეექმნა, ამ შემთხვევაშიც კი არ გვაქვს ამ უხლის შემადგენლობა. ამ შემთხვევაშიც კი უკანონო არის, უკანონოს გულისხმობ, რომ აი ამათ მიღებული აი თქვენ ახსენეთ, რომ ეს არის თქვათ მოუმზადებელი კანონი, თავად ამ კანონთან დაკავშირებით როგორია უშუალოდ პოლიციელთა მოქმედებები, ხომ არ ფიქრობთ, რომ ისინიც მოუმზადებლები არიან, ისინიც რაღაცნაირად ვერ გაიყვნენ ამ პროცესში, რა უნდა გააკეთონ? აი ჩემ მაგალითზე გეტყვით ორ შემთხვევას რამდენად მოუმზადებელი დახვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. 12 დეკემბერს შევიდა ძალაში ეს კანონი, 12 დეკემბერს უკვე მერიიდან გადაიბარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებების მიღება. 12 დეკემბერს როდესაც მივედი შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღმოჩნდა, რომ საპატრულო დეპარტამენტში აღმოჩნდა, რომ ოპერატორები, რომლებიც იყვნენ, იმათ არ იცოდნენ, არ ქონათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო იბარებდა ამ განცხადებებს. შემდეგ უკვე გადამიყვანეს უშუალო ხელმძღვანელთან, იმანაც გადარეკა, გადმორეკა, გაარკვია იმან კიდე ზემდგომთან შეეთანხმა ეს საკითხი, რომ ჩაიბარებინა თუ არა ეს განცხადებები, მოკლედ არ იყვნენ ინფორმირებულები. ეგ არის ერთი საკითხი. მეორე არის, რომ გუშინ მაგალითად მომივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რამდენიმე წერილი პასუხად ჩემ განცხადებებზე. მე ბოლო დროს შემაქონდა ელექტრონულად. ელექტრონულად შემაქში გულისხმობ იმას, რომ ხელს ვაწერე ელექტრონულად სპეციალურ მოწყობილობთ სახელმწიფოს მიერ მოცემული მოწყობილობით თავის ვალიდური და რას უთითებთ იქ, რომ რის გამო გსურთ? ანუ განცხადება ჩვეულებრივია, როგორც შემახოლმე. შევსება გიწევთ. დიახ, როგორც შემახოლმე ხელით, ეგრე უბრალოდ ყოველდღე რო არ ვიარო ახლა კახეთის გატკეცილზე გადავწყვეტე, რომ შევიტანო ელექტრონულად. კანონში პირდაპირ გვიწერია ასეთი დათქმა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება უარი თქვას ელექტრონულ განცხადების მიღებაზე იმ მიზეზით, რომ ის ელექტრონულია. და გუშინ მომივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი, რომ ვერ მივიღებთ თქვენ განცხადებებს, იმიტომ რომ ის ელექტრონულ ფორმით არის შემოგზავნილი და ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ფიზიკურად ხელი მოვაწეროთო, კანონი ამას ითხოვს ჩვენგან და ეგ ჩემი პრობლემას არ ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაცის შეძლება არ აქვს და ეგ ადასტურებს კიდე იმას, რომ კანონი მიიღეს ისე, რომ არ იყო ტექნიკური საკითხები გავლილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მაშინ როდესაც მე კანონი რასაც მავალდებულს აბსოლუტურად ყველაფერს ვასრულებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაზე უარი მიღებას უარს მეუბნებ, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაღაცები გავაკეთოთ და ეს აბსოლუტურად არ არის კანონიერი პასუხი ზოგადად და ის ჩემი განცხადებები არის ვალიდური, მიღებული აქვს უბრალოდ ცდილობენ რომ რამენერად თავი დაეწყო. აი მიხელ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მაინც ეს რეპრესიული კანონები, რომელიც არის შიშზე დაფუძნებული და ცდილობა არის იმის, რომ პროტესტი ჩაიხშოს ამ ქვეყანაში, რაც ვერ ხერხდება, თუმცა ხომ არ ფიქრობთ, რომ მაინც აი დრო და დრო იქ ნიღბების აკრძალვა, რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის გადაკეტვის აკრძალვა უკვე სისხლის სამართლის წესით არის ერთ-ერთი მოქალაქე მეთეშაშვილი 61 წლის ადამიანი დაპატიმრებული, როგორც ვიცით ის შიმშილობს კიდევაც დღემდე. მაინც ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მუშაობს და რა გავლენა შესაძლოა ამ ყველაფერს კონდეს თავად პროტესტის მიმდინარეობაზე? კი ბატონო, რა თქმა უნდა გვაზარალებს. ეხლა ორი აზრი არ არის, რომ მაგერ ადამიანი მართლა სისხლით არის წასული და ვზარალდებით, რა თქმა უნდა. მაგრამ არ მგონია, რომ ზოგადად პროტესტი სუსტდება, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ რო გავიხსენოთ 17 ოქტომბერს შემოიღეს სავალდებულო საპატიმრო სასჯელი გზის გადაკეტვაზე და რიგის ტარებაზე. 17 ოქტომბრის შემდეგ გაცილებით მეტი ადამიანი დადის აქციებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამინდი გაუარესდა, ცივა, გაცილებით მეტი ადამიანი დადის აქციებზე, ვიდრე დადიოდა მანამდე. ახლაც, როდესაც 12 დეკემბერს ახალი კანონი წამოგვაწეს და იგივე წესები გავრცელდა ტროტუარზე დგომაზეც, ნუ მინიმუმ არ დაკლებულა, მოკლედ ადამიანების რაოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ პროტესტი არ სუსტდება, ზარალდებით კონკრეტული ადამიანები, მაგრამ ბოლოს მაინც უწევს რეჟიმს უკან დახევა, ეს მოხდა მაშინაც, როდესაც ბატონზე რომ ერთაშაშვილი წავიდა სისხლის სამართალზე და ხელისუფლება მიხვდა, რომ კიდე იყვნენ სხვა ადამიანები, რომლებიც ამაზე წამსვლელები იყვნენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათმა ლოგიკამ, რომ ეს კანონი და შეგვაშინებდა, არ გამართლა და ეს კანონი პრინციპში გააუქმეს. ანუ საერთოდ აღარ გამოიყენება ეს კანონი, უბრალოდ ალტერნატიულ გზებს მიმართეს იმისათვის, რომ საპოლიციო ძალები ჩართეს ძალიან დიდი მობილიზება, რასაც მანამდე ერიდებოდნენ, იძულებულები გახდნენ ეგ აკეთებინათ და მეც ვფიქრობ, რომ ეს კანონიც რა თქმა უნდა დაგვაზარალებს, ვიღაცები დავზარალდებით ამის გამო, ვიღაცებს ახალ წელს გატარება მოგვიწევს იზოლატორებში
სექტორში, მაგრამ ამაზე ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ხვალ და ზეგი დაბარებულები არიან სასამართლოში, უმეტესობა ამაზე, თანახმა არავინ არ უყავით, მაგრამ მზად ვიყავით, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ ეს მოგვიწევდა და არ გონია, რომ ამის გამო პროტესტი გაჩერდეს. არ მაქვს. აი რა კი ხალ ლაპარაკობთ ამ რეპრესიულ კანონებზე, რომელიც ოსნების რეჟიმმა მიიღო სხვადასხვა დროს, ვიცით რომ ამ კანონებს ასაჩივრებს ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ეს პროცესი, ეს მისი ნაბიჯი იოსელიანის რამდენად დაგეხმარება თქვენ ამ პროცესში? არ ვიცი ზოგადად სახალხო დამცველს არ ვართ მიჩვეული ბოლო პერიოდში რამეში გვეხმარება. რა თქმა უნდა, კარგი არის. ჩემთვის უფრო ამ პროცესში სამართლებრივი კუთხის გარდა ის დავინახე, რომ რამდენიმე დღის წინაც გააკეთა ლევან იოსელიანმა განცხადება, როდესაც ეს კანონი მიიღეს და უბრალოდ მივხვდი, რომ იმდენად მართლები ვართ, რომ ეს სახალხო დამცველიც კი ჩვენკენ არის. ცოტა პარადოქსულად ჟღერს ეს ფრაზა, რომ სახალხო დამცველი მაგისერ ჩემ მხარეს უნდა იყოს, მაგრამ მიჩვეულები ვართ ლევან იოსელიანის სახალხო დამცველობის დროს, რომ ის არ დგას, ზოგადად არ არის ხალხის დამცველი. და იმდენად აშკარა არის ეს დარღვევები, იმდენად არაკონსტიტუციურია, იმდენად რეპრესიულია, რომ სახალხო დამცველიც კი, რომელიც არასდროს არ გვიქონია იმის აღქმა, რომ ჩვენ მხარეს იყო და ჩვენ ინტერესებს იცავდა, ისიც კი ძულებული გახდა, არა თუ რაღაც უბრალოდ Facebook-ზე პოსტი დაედო, რომელიც როგორც რამდენიმე დღის წინ, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს იმდენად მართლები ვართ, რა მგონია, რომ არ ვიცი, ახლა მე არ მაქვს კარგი წარმოდგენა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისერებაზე და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ისინი რამე თუ კი მიიღო განსახილველად ეს არჩელი, ეს ავტომატურად იწვევს შეჩერებას ამ კანონის მოქმედების. კი, რა თქმა უნდა, არ ვიცით მაინც როგორ გამიჯდა, შეიძლება არც მიიღონ. მე ნამდვილად არ ველი მათგან, მე იმას კარგი საუბრობ, ეს თემები გავლილი ექნებოდათ ისედაც ოცნებაში, როდესაც ამ კანონ პროექტს ამუშავებდნენ და მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან კარგი პრეცედენტია, რომ სახალხო დამცველმაც კი ამოიღო ხმა იმდენად სიგიჟე არის. გასაგებია. მადლობა სტუმრობისთვის. ხვალ წარმატებებს გისურვებთ. თქვენი პროცესი გაიმართება. დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სანქცირებული მოსამართლე მიხეილ ზაქარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.